ლუსკუმის საფარებლების ტრადიცია ბიზანტიიდან მოდის და მე-4 საუკუნეს განეკუთვნება. როგორც წესი, ღვთის სახლში, ტაძარში კეთილმორწმუნე ქრისტიანები იკრძალებოდნენ, რომელთაგან ბევრი შემდგომში წმინდანად კანონიზირების ღირსი გახდა. მათი საფლავებისა და ლუსკუმებისთვის შექმნილი საფარებლები ქრისტიანთათვის ისეთივე სიწმინდეს წარმოადგენდა, როგორცაც თავად განსასვენებლები. ჩვენთან საქართველოში წმინდანის ლუსკუმისთვის შემორჩენილია მხოლოდ 3 გადასაფარებელი. 3 გადასაფარებელი წმინდა ნინოს ლუსკუმისთვის არის მოკარგული. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ყველაზე ადრეულია, დედოფალ ანა ხანუმს თეიმურაზ მეორის მეორე მეუღლეს მოუკარგავს და შეუწირავს ბოდბის მონასტრისათვის. 3 გადასაფარებელი ბოდბის მონასტრიდან არის შემოსული. რა თქმა უნდა, წმინდა ნინოს ლუსკუმი იქ არის და შესაბამისად იმ ლუსკუმისათვის მოიკარგა ეს 3 საფარებელი. მოციქულთა სწორი ქალწული არც ერთ მათგანზე არ არის გამოსახული. 3 საფარებელი უხვადაა დატვირთული სიმბოლო ნიშნებით. ანა ხანუმის მიერ მოკარგულ გადასაფარებელზე წითელ ფონზე, წითელი ატლასის ქსოვილზე გამოსახულია აყვავებული ჯვარი. თავად ჯვარში მისი მკლავების გადაკვეთის ადგილზე კიდევ 2 მომცრო ჯვარი იკითხება. აქ 3 ჯვარია გაერთიანებული. ჯვრის მკლავების გადაკვეთის ადგილზე 4-ვე კუთხიდან, კვადრიფორიუმიდან გამოდის და 4-ვე მხარეს იშლება მსხმოიარე ვაზის ლერწები. გადასაფარებლის დედა არეზე ჯვრიდან 4-ვე მხარეს დიდი ზომის და ოდნავ ორ მხარეს ოდნავ მომცრო ლარნაკებია გამოსახული. ლარნაკებშიც ყვავილებია. მცენარეული ორნამენტია გამოსახული. აქ არის შოშანის, მაყულის, ლოტოსის ყვავილები და თავად ვაზის ლერწი. ყველა ეს მცენარე კომპოზიციის მთავარი არსის გამოხატვასთანაა დაკავშირებული. შროშანი და მაყულის ყვავილი დედა ღვთისას სიმბოლოს წარმოადგენს. მიხაკი მაცხოვრის სამსჯელს განასახიერებს და მის ჯვარცმაზე მიგვანიშნებს. ლოტოსის ყვავილი კი იესო ქრისტეს სისხლით აღსილი ბარძიმის სიმბოლოა. ქარგველმა სიმბოლო ნიშნებით გამოსახა ვაზის ჯვრით შემოსილი კაბადოკიელი ქალწულის ისარწყნოება, რომლის გამოც ჯვარსევნი მხსნელი კაცობრიობისა. კომპოზიციით მე ვარ ვენახი კი ჭეშმარიტების გზას შედგენილთა მარადიულად მაცხოვრის მფარველობის ქვეშ ყოფნა წარმოგვიდგინა. ამასთანავე დედა არის წითელი ფერის აბრეშუმის ქსოვილი, ასევე მაცხოვრის მიერ დაღვრილ სისხლს განასახიერებს, ხოლო მოჩარჩოების მწვანე იმედისა და სასუების მაუწყებელია. მეორე საფარებელი, რომელიც ასევე წმინდა ნინოს ლუსკუმისთვის არის მოკარგული, მასზეც ჯვარია გამოსახული. აქაც აყვავებული ჯვარია გამოსახული. ჯვრის ქვედა მკლავიდან გამოდის მცენარეული ღეროები, ვაზის, შოშანის და მაყულის ყვავილის. ჯვრის გადაკვეთის ადგილიდან მზის სხივები გამოდის. დედა არის კუთხეში, 4 კუთხეში უსხეულო ანგელოზებია მოცემული. გადასაფარებელს თავსა და ბოლოში მიკერებული აქვს ყაიზნახით ნაკსოვი ორნამენტი. აქაც ვაზის მტევანია გამოსახული და გაკეთებული აქვს წარწერა. წარწერაში მოხსენებულია ქაიხოსრო წერეთლის ასული კნეინა ანდრონიკოვი. მინდაო ნინა, მოციქულო განმანათლებელო ივერიისა, შეიწირე უღირსი სამხევლისა შენისა სალომე, ქაიხოსრო წერეთლის ასულის კნეინა ანდრონიკოვისა მიერ. სალომე წერეთელი კნეინა ანდრონიკოვად 1844 წლიდან იწოდება თავის გარდაცვალებამდე 1899 წლამდე და გადასაფარებელიც სწორედ ამ დროისათვის უნდა იყოს მოკარგული. მაგრამ გადასაფარებელი აქ 2 სხვადასხვა ნაქარგობისაგან შედგება. ერთი ცენტრალური ნაწილი, სადაც ჯვარია გამოსახული, ეს არის მოკარგული ოქრომ კედით და შედარებით ადრეული პერიოდისა, რომელიც თარიღდება მე-18 საუკუნის დასაწყისით, ხოლო ყაიზნახით მოქსოვილი ორნამენტი, რომელიც თავსა და ბოლოში აქვს მიკერებული, უნდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარს ეკუთვნოდეს. ანუ ეს ის პერიოდია, როცა თავად ქაიხოსრო წერეთლის ასული კნეინა ანდრონიკოვი უკეთებს თავის წარწერას ამ გადასაფარებელს და შემდეგ ორნამენტსაც ამატებს. ძველი ნაქარგობის განახლება ტრადიციულია ქართული ნაქარგობისთვის. ამ სათნო საქმისთვის ლოცვა-კურთხევას თავად სასულიერო პირები აძლევდნენ მრევლს. ცნობილია, რომ ამხელეთის ეპისკოპოსი მაქსიმე მიუთითებდა, როგორი გაფრთხილება, მოვლა და მუდმივი განახლება სჭირდებოდა საეკლესიო ნივთების საფარებლებს.